მოსაფურო პურების პირველ დღეს, როცა პასექი უნდა ეჭამათ, უთხრეს იესოს მისი მოწაფეები. საათ გსურს რომ წავიდეთ და მოგიმზადოთ პასექი ჭამისთვის. და გაგზავნა ორი მოწაფე და უთხრა მათ. წადით ქალაქში და შეგვდებათ კაცი, რომელიც წყლის სარევით მოდის. გახტევით მას. სადაც შევა, უთხარით იმ სახლის პატრონს, მოთხოვარი კითხულობს, სად არის ჩემი სენაკი, სადაც პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამ. ის გიჩვენებთ დიდ ზედა ოთახს, გაწყობილსა და მზადებულს, იქ გაგვიმზადეთ. წავიდნენ მოწაფეები, მივიდნენ ქალაქში და იპოვეს ყველაფერი როგორც უთხრა მათ. და მოამზადეს პასექი. როცა საღამო დადგა, მივიდა 12-თან ერთად. როცა სუფრასთან ისხდნენ და ჭამდნენ, იესომ თქვა, ჭეშმარიტად გეუბნებით. ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს. მათ განსელზულად კითხულობდნენ მას თითო-თითოდ. ნუ თუ მე? ხოლო მან უთხრა მათ. ერთი 12-თაგანი, რომელიც ჩემთან ერთად წვავს ლუგმას თებში. დიახ, ძე კაცის ამიდის, როგორც დაწერილია მასზე. მაგრამ ვაი იმ კაცს, ვინც გასცემს ძე კაცისას. უკეთესი იქნებოდა მისთვის, რომ არ შობილიყო იგი. ჭამისას იესომ აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მისცა მათ და თქვა, იღეთ, ეს არის ჩემი სხეული.